საქართველოდან ქართველთა გადინების ფონზე მიმდინარეობს უცხოტომელთა უკონტროლო შემოსვლა. მათზე იყიდება ბინები და ასეულობით ჰექტარი მიწა. ქართული ეთნოსი გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. მე ერთი რიგითი ქართველი, ხდელი იაკობ მესტვირიშვილი, მოუწოდებ და მოგიწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოთ აი ამ ბინადრობის უფლების მიცემა უცხოტომელებზე. მე ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ბერი კოზმა კაპანაძე მოვითხოვ ხელისუფლებიდან შეაჩეროს შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია და შეაჩეროს უცხოტომელთა ბინადრობის გაცემა გაყიდვის გამარტივებული კანონი და ქართველ ხალხს დაუბრუნოს ღირსეული სამუშაოები და სოციალური პირობები. მე დეკანოზის სპირიდონ სკიფურიშვილი მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს უცხოტომელთა ბინადრობის უფლებების გაცემა გაყიდვის გამარტივებული კანონი, ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული სამუშაო და სოციალური პირობები. მე ხდელი თორნიკე მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს უცხოტომელთა ბინადრობის უფლების გაცემა გაყიდვის გამარტივებული კანონი და ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული სამუშაო და სოციალური პირობები. მე დეკანოზი თადეო სარალიძე მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს მიგრაცია, შეაჩეროს უცხოტომელთა ბინადრობის უფლების გაცემა, მიგრანტებს ჩამოერთვათ გაყიდული ბინები, მიწები და დაუბრუნდეს ქართველ ერს, გამყიდველებს ჩაუტარდეს კონფისკაცია და დაისაჯონ მკაცრად, მთავრობამ ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული სამუშაო და სოციალური პირობები.